ანდაზაზე დაფუძნებული იგავი, ფუტკარი და ბუზი. ერთ ბზიან დღეს, ყვავილებით მოფენილ მინდორზე, ფუტკარი თავისთვის მუშაობდა და ნექტარს აგროვებდა. იქვე მახლობლად ბუზი ნაგვის გროვაზე იჯდა და ნეხვით თკბებოდა. ფუტკარი შეჩერდა, ბუზს შეხედა, შეებრალა და დაუძახა. მეგობარო, მან რას აკეთებ? წამოდი ჩემთან გაჩვენებ, რა არის ნამდვილი სითბო. აი ეს ყვავილები ნახე, როგორი სურნელოვანია. აქედან თაფს ვამზადებთ, რომელიც ოქროსფერია და ენით აღუწერელი გემო აქვს. ბუზმა ზიზღით შეხედა ყვავილებს. მერე თავის ნეხვის გროვას გადახედა და მიუგო. შენ რა გესმის? აი აქ არის ნამდვილი ცხოვრება. ბევრია და ყველასთვის ხელმისაწვდომი. შენი თაფლიკი ზედმეტად წებოვანი და თკბილი იქნება. მე ეს მირჩევნია. ჩემთვის ესაა ნამდვილი ნექტარიო. ფუტკარი დიდხანს უხსნიდა, უმტკიცებდა, თაფლის სასარგებლო თვისებებზე ესაუბრა, მაგრამ ბუზი მხოლოდ დასცინოდა. შენ შრომით იკლავ თავს, მე კი აქ მუქთად მაქვს ყველაფერიო. ბოლოს ფუტკარი მიხვდა, რომ ბუზისთვის ყვავილი არ არსებობს მანამ, სანამ ის ბუზია. ფრთები გაშალა და გაფრინდა. მორალი. ეს იგავი გვასწავლის ერთ მარტივ ჭეშმარიტებას. არ ეცადო ბუზს დააჯერო, რომ თაფლი ნეხვზე უკეთესია. როცა ცდილობ ვინმეს რამე აუხსნათ, ხშირად გვავიწყდება, რომ ადამიანები სამყაროს იმ სიმაღლიდან ხედავენ, რომელზეც თავად დგანან. ანუ ადამიანს, რომლის გონებაც მხოლოდ ნაგვისკენ, ბოროტებისკენ, სისულელისკენ არის მიმართული, ვერანაირი ლოგიკით ვერ დაანახებ მაღალ ღირებულებებს და უბრალოდ დროს დაკარგავ. ამიტომ კამათსაც აზრი აღარ აქვს. მეტი იგავარაკების სანახავად გთხოვთ გამოიწეროთ არხი.